ძალიან საინტერესო თემა მოგვიახლოვდა. ახლა ძალიან ბევრი ინფორმაცია შეიძლება თქვენი შვილების შესახებ თქვენსავე სახლში იმანებოდეს და რას გულისხმობთ ახლა. რას ამბობენ ბავშვების ნახატები მათზე? იმ მომენტიდან, როცა პატარები ფანქრის ხელში დაჭერას და ფურცელზე გამოსახულებების გამოყვანას იწყებენ, უფროსებს შესანიშნავი საშუალება ეძლევათ მათი ფიქრები და ემოციები წაიკითხონ ამ ნახატების დახმარებით, რადგან ბავშვები ხშირად თავიანთ შიშებს თუ მოლოდინებს საიდუმლოდ ინახავენ ხოლმე. მოზარდების ნახატების სწორი ანალიზით კი შესაძლებელია მათი თვითშეფასების თუ გარშემომყოფებისადმი დამოკიდებულებების წაკითხვა. მოდით ახლა შევუყვეთ ამ თემაზე საუბარს. ბავშვთა და მოზარდთა კლინიკური ფსიქოლოგისგან ვიღებთ რჩევებს. ართ-თერაპევტი რუსუდან სტულვარი დღეს ჩვენი სტუმარი. დილან შვიდობის რუსუდა. ძალიან საინტერესო თემაა და პირველ რიგში მაინტერესებს რისი ამოკითხვა შეგვიძლია ბავშვების ნახატებიდან და რა საკამდე არის ეს ინფორმაცია, ასე ვთქვათ, სწორედ ამ მეთოდით შესაძლებელი რომ მივიღოთ. ბავშვის რა საკამდე? მადლობა მოწვევისთვის. პრინციპში ბავშვობის ბოლომდე და დასრულობაშიც შეიძლება იყო ნებისმიერმა ნახატმა რაღაც ინფორმაცია მოგცეს. უბრალოდ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ინფორმაცია ყველაფერი სიმართლეა და ჩვენ დამოუკიდებლად შეგვიძლია ამ ინფორმაციის მიღება. ანუ თავარი არის რა იცით, რომ ბავშვების ნახატები ძალიან ბევრ რამეს ამბობენ. ბევრ რამეს გვიყვებიან მათზე, მათ დამოკიდებულებებზე, მათ ურთიერთობებზე, მათ შიშებზე, მოლოდინებზე, რაღაცა პატარა სირთულეებზე. ხანდახან ნახატში შეიძლება გადაჭრის გზებიც იყოს. მაგალითად, შეიძლება თვითონ პრობლემაზე მიუთითებდეს, მაგრამ შეიძლება იმ პრობლემის გადაჭრაზე. ან მათ სურვილებზე. დანახვის საშუალება არის ბავშვის. კი ბატონო, გააჩნია ასაკს, მაგალითად, პატარაობიდან როდესაც იწყება ხატვა, ის 3 წლამდე ასაკში ხატვა ძირთად მოძრაობას წარმოადგენს და ხო, ამ მოძრაობის შედეგად დაიტანება ფურცელზე რაღაცა და ეს არის. და შემდეგ უკვე როდესაც სამყაროს შემეცნება ხდება, ხო, შემოდის სხვადასხვა სამყაროში საგნები, ისინი გადმოდის უკვე და ამ ნახატში უკვე შეგვიძლია ბავშვი როგორ აღიქვამს სამყაროს, ისინი ჩნდება უკვე ამ ნახატებში და ეს დავინახოთ. თუ აქვს მნიშვნელობა რა განწყობაზეა ბავშვი როცა ხატავს? რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს რა განწყობაზეა, იმიტომ რომ როგორ არის იცით, მარტო ბავშვის ნახატით, როდესაც ვთქვათ ბავშვი მე დავინახე ნახატი და აი ეს ნახატზე უნდა ვილაპარაკო, ძალიან ძნელია, იმიტომ რომ ერთი და იგივე სხვადასხვა განწყობაზე ბავშვმა შეიძლება ერთი და იგივე ნახატი, მაგალითად სიტყვაზე ოჯახის ნახატი, ან ნებისმიერი სხვა ნახატი, მოკლედ თავისუფალი თუ რაღაცა დავალებას როდესაც ვაძლევთ, სულ სხვადასხვანაირად შეიძლება დაიხატოს. იმიტომ რომ ბავშვი სწორედაც რომ წამყვანია ეს მისი განწყობა და როგორი განწყობითაც ხატავს, შესაბამისად ის რაღაც დეტალები არის იმ ნახატში და მნიშვნელოვანია მისი მოსმენა, თვითონ რას არქმევს ამ ნახატს სახელს. რუსუდან, მნიშვნელოვანია შინაარსი, რაც არის ამ ქაღალდზე, თუ ფერებიც მნიშვნელოვანია, რა ფერებში ხატავს ბავშვი? ყველაფერი ერთად. ყველაფერი ერთად, მაგრამ აი მარტო ფერები, მაგალითად შეიძლება არაფერი არ გითხრა, სიტყვაზე არის მოსაზრება, რომ აი შავ ფერებში თუ ხატავს რაღაცა ძიმე ნახატებში არაფერი არ იკითხა, მაგრამ ძიმეა ეს რაღაცა. იცით რა არის, ხანდახან როგორ არის, იცით, განწყობა მაინც გადმოიცემა, ხო? ნებისმიერ ხატვის ნახატიდანაც, ხო? შეიძლება რაღაცა ისეთი ნახატი იყოს, მაგრამ თუ რაღაც არაფერს არ გრძნობ, ეს ყოველთვის იგრძნობა, ხო? რამდენადაც ჩადებულია ნახატში რაღაცა ხატვის მიერ, იმდენადაც საგრძნობი არის. მაგრამ ხანდახან შეიძლება გაჩნია ასაკს კიდევ და კიდევ. მოზარდების შემთხვევაში სხვანაირად არის, შეიძლება დაფარულიც იყოს, შეიძლება რაღაცნაირად სხვანაირად იყოს, მაგრამ განწყობა, კი, განწყობას გრძნობთ ხოლმე, მაგრამ მხოლოდ განწყობით ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ეს შეიძლება გამოსახავდეს, აი მაგალითად როგორ თქვათ, იცით, აი მაგალითად შეიძლება ბავშვმა დახატოს აგრესიული ცხოველი კლანჭებით და რაღაცა ბევრი რაღაცეებით თავზე და იმისთვის, რომ მაგრამ თქვას, რომ არა ის კეთილია, უბრალოდ ეს ყველაფერი იმისთვის სჭირდება, რომ გამკლავდეს მტერი, როდესაც მოვა. ამ შემთხვევაში აი ეს მაგალითად ესე კონკრეტულად ამ წუთას არ ვიცით რა, მაგრამ კითხვებით ვინ მტერი, როგორ, რანაირად ხო გადავდივართ სხვადასხვა კითხვებზე, რომელმაც მე შეიძლება მიგვიყვანოს იქამდე, რომ რაღაცა ხდება, ხო, რომელიც თავს იცავს ეს ბავშვი ამეთი და სინამდვილეში სულაც არ ჭირდება ეს ჭყალები და მხოლოდ თავდაცვისთვის სჭირდება. მაგრამ ხო შეიძლება ეს იყოს იმ ანიმაციის შედეგი, რაც
სამწუხაროდ ეხლა ჩვენს ბავშვობაში ესეთი ანიმაცია არც მახსენდება, აი ესეთი დიდი კლანჭებით, ესეთი აგრესიული ფერებით, თუმცა ხარისხით სხვა იყო. დღესდღეობით ბავშვები ესეთ ანიმაციას უყურებს, სადაც ცოტა მკვეთრი ფერები არის. მკვეთრი ფერების გარდა უფრო აქტიური პერსონაჟები მოწონთ. სადაც არის აი ეს კლანჭი იქნება თუ აბჯარი იქნება თუ ცოტა ბოროტი, რაღაცნაირი აგრესიული ხო სპეცეფექტები. იმის გავლენა როგორ განვასხვაოთ ბავშვის შინაგანი მდგომარეობისგან. იცით რა, ვერ გამოვყოფთ ცალკე, იმიტომ რომ ბავშვი აღებული თავისი რას უყურებს, რა გარემოში იზრდება, ვისთან აქვს ურთიერთობა, ოჯახში როგორი სიტუაცია, რამდენად ფუნქციურია ოჯახი, რამდენად ჩვენ გვაქვს კავშირი, აი ემოციური კავშირი, რასაც ქვია ჩვენ შვილთან, ხო? ეს ყველაფერი ერთად არის, იმიტომ რომ რეალურად ძალიან კარგია, როდესაც ბავშვი ისეთ რაღაცებს ხატავს, ცოტა რომ შეგვეშინდეს, რომ ეს ჩვენ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ისეთ რაღაცებს უყურებს, ან უნდა დავინტერესდეთ, რას უყურებს. აი მაგალითად, როდესაც ომი დაიწყო რუსეთმა უკრაინაში, დიდად წარმოვიდა ნახატები ბავშვების ომის თემატიკაზე. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ცოტა პატარა ასაკის იყვნენ და სულაც არ უყურებდნენ პირდაპირ ან გადაცემას. აი მათთვის რა თქმა უნდა, და ეს როგორ არის, იცით, ეს ბავშვისთვის არის განთავისუფლების საშუალება და თან გადამუშავების. იმიტომ რომ ეს ნახატი არის ჩემი შინაგანი სამყარო, ჩემი შინაგანი კონფლიქტების და გარემოს ზეგავლენის შედეგად მიღებული აი რაღაცნაირი განცდების გადმოტანა ფურცელზე და შესაბამისად რაც ახდენს გავლენა ის გამომაქვს და როდესაც მე საშიშ პერსონაჟებს ვხატავ, მაგალითად აი როგორიც არის სიტყვაზე თან დარღვეულიც არის ხო დღეს ეს საშიში პერსონაჟები ერთის მხრივ სათამაშოა რომელიც გეხუტება და მეორეს მხრივ ის სათამაშო რომელიც ვითომ გეხუტება გკლავს ხო ანუ რაღაცნაირად ესეც ორმაგი ეს არის რომელიც ბავშვმა შევა ვერ გაიგოს მაგრამ სიამოვნებაში ეშინია სათამაშოსი და როდესაც ხატავს ის ამითი თითქოს ამუშავებს და ამ შიშს პირისპირ აყენებს და უყურებს და ეს ეხმარება გადასამუშავებლად ამიტომ ხატვა ხანდახან ამბობენ მშობლები რომ აი აღარ დახატოს ესეთი და რატო არ ხატავს ამას და პირიქით ეს ჩვენ მიგვანიშნებს და ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ. რუსლან ჩვენ გვაქვს ნახატები კონკრეტული ბავშვების რომელსაც გაჩვენებ თუმცა მანამდე რადგან ეს თემა რომელზეც ვსაუბრობთ არის რეალურად მშობლებისთვის რომ მშობლება შეეცდოს რაღაცა ნიშნების ამოცნობა საკუთარი შვილების ნახატებით აი როგორ უნდა იმოქმედოს და შრომა დავალება მისცეს რომ აი დამიხატე ჩვენი ოჯახი თუ უბრალოდ რაც გინდა დახატე და ამით იხელმძღვანელოს. იცით რა არის ყველაფერი ერთად აი ამ გასახსნელად და ესე ვთქვათ ბავშვის თავისუფალი ნახატი ყოველთვის არის ყველაზე კარგი რამ რაც თვითონ რაც უნდა ყოველთვის იმიტომ რომ აი ხა მე მაგალითად ხშირად ვიყენებ დიაგნოსტიკის პროცესში ნახატის ტექნიკას და ნუ თამაშს და სხვა რაღაცებსაც მაგრამ ნახატ და თავისუფალი ნახატი ყველაზე მეტრამეს გვეუბნება ბავშვის შინაგანზე ყოველთვის. მე არის როგორც იცით ეს კონკრეტული თემები ოჯახი თუ მაგალითად ხანდახან არის ძალიან სახალისოც და ძალიან დიდი ინფორმაციის მომცემი როდესაც ვეუბნებით დამიხატე ოჯახი მაგალითად და წარმოიდგინე სიმბოლოებად ან სხვა ცხოველად ან წარმოიდგინე რომ ყველა ისეთ რამეს აკეთებს რაც უყვარს და რასაც ხშირად აკეთებს და ძალიან ბევრი ინფორმაცია ამოდის ხოლმე მაგრამ ეს არის კონკრეტულად უშუალოდ რაღაცები რაც გვაინტერესებს. დამიხატე შეისაყვარელი პერსონაჟი მაგალითად როგორია რა ტიპია ამიღწერე რას აკეთებს ბოროტია თუ კეთილია დამიხატე და ამაში როდესაც შევდივართ ხო ან თავისუფალ ნახატს დახატავს და რა არის მაგალითად დახატული ის ვინ არის კუთხეში როა ის რატოა ცალკე მაგალითად ყველა ერთად არის და ეს ცალკეა ხო ანუ ბევრი რამეს აქვს მნიშვნელობა და ჩვენ ამითი შეგვიძლია გავიგოთ ოღონდ აუცილებლად აი ამ კითხვების დასმით იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება შეგვეშალოს და მაგალითად მოგვეჩვენოს ნახატი ან ჩვენ ამოვიკითხოთ რომ ეს არის ოჯახი და სულაც არ იყოს ოჯახი იყოს რაღაც სხვა და ამიტომ მოდით ამოვიკითხოთ ხა კონკრეტული ნახატების მაგალითზე რას ხატავს და რისი თქმა შეიძლება უნდოდეს ან განიცდიდეს აკო 5 წლის აი ეს არის მისი ნახატი რას გეუბნებათ ეს რა როგორი ის აქვს შინაგანი სამყარო ამ ადამიანს იცით რა არის პირველ რიგში უნდა ვნახოთ ეს იგი როგორც უკვე გითხარით აკოს გარეშე ამ ნახატის ჩვენი ამ ნახატზე საუბარი უფრო მეტად არის რაღაცა თეორიული წიაღსვლები ასე რომ ვთქვათ მაგრამ შეგვიძლია თქვათ რას ვხედავთ ხო სახლია რაღაც ფერადია ფანჯრები აქვს კარი აქვს მაგრამ წვიმს მზიანათებს მაგრამ ცოტა წვიმს ხო ცოტა წვიმს არ მოგეწონათ თქვენ არა უბრალოდ ყველაფერზე
აზრს. მე მგონი უფრო ადვილი იყო ესე რაღაცები. ნახეთ როგორ არის არ მომეწონა არა პირიქით ეს არის უფრო ინტერესის საგანი. აქვს თუ არა მაგალითად საყრდენი სად დგას ეს სახლი? ეს სახლი რო წარმოვიდგინოთ რომ ნამდვილად დგას, სად დგას მაგალითად? ვინ ცხოვრობს ამ სახლში? ვინ არის ახლა შიგნით, ვინ არის გარეთ მაგალითად? ხო, აი ძალიან ბევრი რაღაცება გავიგოთ და ეს სინამდვილეში რასაც ხედავთ არის მხოლოდ სახლი, ფერადი, რომელიც რაღაცა კიბეც არის, ხო, შესასვლელი და მზე არის და თან წვიმს. ეს წვიმა შეიძლება იყოს მაგალითად თქვას რომ აი წვიმს და ცუდი ამინდია და რაღაცა შეიძლება გითხრათ უცებ რომ მზე პირსიბანს მაგალითად და პირიქით საერთოდ ცვლის იმ განწყობას, ხო, რაც შეიძლება მიგვანიშნებდეს წვიმაზე. ამიტომ აი ძალიან ეს უნდა შევხედოთ. ავტორს უნდა დავიკითხოთ, რატომ დახატა ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს შეფასებით მოგვეწე. ალექსანდრე 6 წლის. ვაი ხო, ეს ძალიან საინტერესო ნახატია, ხეთ დიდი ფიგურები, სხვადასხვა. იღიმიან, თვალები უბწყინავთ. კი, იღიმიან და თან კიდევ რაღაც ეს გვირგვინები ადგათ, მაგრამ საინტერესოა ის ორი ფიგურა პატარა უკან. რომლებიც არ ვიცით ვინ არის ოჯახი, არ არის ოჯახი. რომელიც არ არის გაფერადებული და არის აი ნახე კონტურული. ჩვენ, ეხა მე უბრალოდ ხედავ პირველი რაც მომდის, ბედნიერი ორი ადამიანი ხატია, ორი მოგონა დიდი ალბათობით ამის. და აი გვიმზრე და ის საერთოდ არ დამინახავს ესენი. ესე იგი ძალიან პატარა დეტალებში ძალიან ბევრი საინტერესო რაღაც შეება. კი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რა. ნახეთ ისინი გაფერადებულია. და მოწყენილები არიან ქვემოთთან. მე ბავშვების ნახატებში, აი ცოტა პატარა ბავშვების ნახატებში დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ ზომას. მაგალითად ხატავენ დიდად ის რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აი მაგალითად შეიძლება დახატოს დედა ყველაზე დიდი დანარჩენი ჩვეულებრივად და დედის მიმართ გრძნობდეს რაღაც ან დახატოს თავისთავი ნაყენით ხელში და ეს ნაყენი იყოს უზარმაზარი, იმიტომ რომ გიждდება ნაყენზე, ხო? და ეხლა ეს პატარაები რა ინფორმაციას გასცემთ? ეს პატარ-პატარა ისაა დარდები? მე უფრო ხო, არა, არ ვიცი. ეს შეიძლება ოჯახი იყოს, შეიძლება მეგობრები იყოს, რატომ არიან უკან, ვინ არიან, რატო არ გააფერადა? რაც გაფერადებულია, იმას საერთოდ ფეხებიც არ აქვს, ხო? რატო არ აქვს? თან ეს გვირგვინები ადგათ ამათ, რასაც უყურებ, ისინი იმათ რო არ ადგას ეს გვირგვინი რასნი? აი მას ხელში რაღაც უჭირავს კიდე. კი. რაღაცა დიდი უჭირავს. ხო. ხო. თუმცა ესე რომ შეხედავ ძალიან დადებითი ეს მოდის თვითონ ფერებიც ნათელია, კაშკაშა, სახეები მხიარული, მაგრამ მეორე ქვევით სახეები არ ვიცით რას გამოხატავს, ხო? ეს შეიძლება დაფარული. შეიძლება სულაც ის უკეთია ნიღაბი და სპაიდერმენი ან ვიღაცა არ ვიცი. შეიძლება დაფარული აქვს უბრალოდ სახე. ამიტომ ეს უფრო ვარაუდებს რომ არ მიუყვეთ, აი ჩემი რჩევა მაგალითად მშობლებისთვისაც იქნებოდა ეს რომ ხშირად არის რომ როდესაც ჩვენ ამით დავინტერესდებით, მე ცოტათი ზედმეტად გადავალთ ხოლმე და ყველაფერი გვეჩვენება რომ აუ ხა ესე ხო და ამიტომ აი უფრო მარტივად გავაკეთოთ რომ როდესაც ვახატინებთ რაღაცას, ვკითხოთ და თვითონ მოგვიყვეს მისი ამბავი და თან აი ესე უფრო ხუმრობით, სილაღით, ზღაპრად მაგალითად. რაც დაგვაფიქრებ, ჯობია ხშირად მიუბრუნდეთ იმას, რომ იქნებ რაღაცა სხვა ფერში იყოს, ან ის გმირი აღარ არსებობდეს. ან ის კონტური ან შინაარსი ან ფიგურა ამოიღოს. და თან იცით რა არის, აი თქვენ განწყობაზე თქვით, ხო? აი შეიძლება მაგალითად ეს განწყობა ეხა ეს ორი პატარა არსება, რომელიც დახატულია, ხო? შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ იმ დღის განწყობა. მაგალითად რაღაცა მოხდა სკოლაში, ხო, ბავშვები ერთად იყვნენ, მას რაღაც არ მოეწონა და აი რაღაც ესე გამოსა. აბა დავით, რომელიც არის 6 წლის, რას მოიმე როგორი ბუყავს დახატული შეხედე, ლებაცია ნატიფი ფეხუცები აქ ნახებუს. აბა გითხარით რუსუდან რა ხდება აქ? არ ვიცით, უნდა დავინახოთ რა არის დახატული პირველ რიგში. თვალდახუჭული ბუ. რატოა წრეში? ხო, სადაა წრეში ქვემოთ? უი, დედა, არჩევნა მე მგონი თვალი გაიწაფა ამასობაში. მე მაითზე უყურებ. ძინავს თუ ჩაფიქრებულია, თუ აი რაზე ფიქრობს, თუ რასაკეთებს, ისევ და ისევ, რატომ ბუ, მაგალითად ბუ როგორც ხო ესაფრინველია, გიყვარს თუ არ უყვარს, რას გამოხატავს მისთვის რას იწვევს ბუ? ნამდვილად, ხო, იმიტომ რომ შეიძლება უცებ ლომი იყოს, რომელიც ცხოველთა მეფეა და რაღაცა ძლიერი და რაღაც და უცებ შეიძლება ბავშვმა სხვა რაღაცა თქვას და მიანიჭოს მაგალითად რაღაცა აგრესიული ცხოველის. ერთხელ ძალიან სასაცილო იყო, რაც ოჯახის ნახატს ხატავდა
ბავშვი და დახატა დედა, რომელიც არის ძაღლი, რომელიც უყეებს და ის იმისავით ჩხუბობს. ყვირის და ჩხუბობს. ოღონდ თან პატარა ძაღლი იყო, იმიტომ რომ ხობა ისედაც ძალიან ძლიერადაც არ ჩხუბობდა და ამიტომ ეს უფრო აი ბავშვი გაჩნია ასაკს. ეგზუპერის პატარა უფლისწულის ნახატი გამახსენდა. კი ბატონო. გველის მიერ გადაყლაპულის. დიახ და როგორ კარგად არის რომელიც უფროსებს ცილინდრი გვეგონა. კესარიას ნახატი ვნახოთ ახლა მოდი. ოხ, შენ გენაცო, კესარი არის 10 წლის. ეს უკვე ნახეთ როგორ არის ნახატები ასაკთან ერთად, აი როგორც ვთქვი, თავიდან მოძრაობის საშუალება, მერე ნელ-ნელა წრე, გამოდის წრიდან ხელები, ფეხები იხვეწება და მერე უკვე შემოდის ბევრი დეტალი. და ძალიან ბევრ ამას აღნიშნავს. ეხლა რა კითხოს დასვავდით, მე არ გამიჩნდა არანაირი კითხვა. ბავშვი ხელოვანია აშკარად შეგენა. და რა კითხოს დასვავდით? იცით რა, მაგალითად დავსვამდი ესეთ კითხვას, რომ ეს ჯერ ესეთის ვკითხავდი, იმიტომ რომ მე კი ვხედავ რომ მამალია, მაგრამ შეიძლება ბავშვმა თქვას, რომ ეს არის რაღაცა, ან პერსონაჟია რომელიმე, რომელიც არ ვიცი სიტყვაზე. მე ვკითხავდი, ვინ არის, თქვათ, რამდენი წლის იქნებოდა, საცხოვრობს, თუ დიდია, ყავს თუ არა ოჯახი, მაგალითად, რა უყვარს, რა მოწონს, როგორი ფერადია, რას ფიქრობს ამაზე, შეიძლება თქვას, რომ დაფიქრი აქვს ბავშვი. იცით რა არის, აი ყველაზე საინტერესო ეს არის, რომ ჩვენ ამას შეიძლება გზადაგზა ვიგონებდეთ ბავშვიც. მაგრამ ხანდახან ისეთ რამეებს ამბობენ, რომ თვითონაც გაკვირვებულები არიან და ეს უფრო სახალისოა, მაგრამ მე რა არის, იცით, ჩვენ არ თქვი ადგილზე იგონებდეთ უცებ, რომ პასუხი იყო უნდა გაქცეთ. რა თქმა უნდა, ეს იცის კიდევაც, რომ ამაზე მას არ უფიქრია, მაგრამ აი მაინც რომ მოიფიქროს, წარმოვიდგინე ეს რომ გაჩნდეს და ნამდვილი პერსონაჟი იყოს, რა ტიპი იქნებოდა. და გაჩნია ასაკს, ზოგჯერ არის, იცით, როგორი რაღაც, რომ აი რაღაცას დაახასიათებენ და მე როდესაც ვკითხავ, რომ აი ვინმეს ხომ არ გაგონებს ეს ან ხوار გავს შენ რაღაცით, ან ამე ხوار გაქვს საერთო მასთან, რომ რაც დაკავშირება მოხდეს, ხო, იმ თვისებების თუ რაღაცა. შეიძლება თქვას, რომ არა, საერთოდ, სრულიად განსხვავებულია ჩემთან. ძალიან მოწესრიგებული ბავშვია ჩემთვის. შეიძლება თქვას, რომ კი, პირიქით, მეც მიყვარს ფერადი, ისინი ფერები, თქვათ, ან რაღაცნაირი ჩაცმა, ან რაღაც ესეთი, ხო? ამიტომ აი უფრო შეგვიძლია აღვთოვანდეთ, დავინახოთ, რას ვხედავთ და რა განწყობა მოდის ჩვენთვის. რუსუდან იცი რა მინდა კითხოთ, აი ხშირად ხდება ისე რომ აი როცა ბავშვს რაღაცის ამოთქმა სურს ხაპრის ფორმას იგონებენ და შემდეგ თუ კი ეს ხაპარი ცოტა არ მიდის ისეთი გზით როგორიც დაამშვიდებ და ბავშვი შემდეგ აი ფინალს უფიქრებენ ხომ ერთად მშობელი და ბავშვი კეთილი გამოსავალი რომ ბავშვს ფოთი მოეხსნას აი ნახატის მაგალითად შეიძლება თუ არა იქით წავიყვანოთ თუ კი რაღაცა ფოთი ამოვიკითხეთ ბავშვებს მშობლებმა რომელიც ჩანს ნახატში კი როგორ არა ხანდახან იცით რა არის გაჩნია ასაკს ძალიან საყვარლები არიან ბავშვები აი ცოტა ერთი სადღაც 9 წლამდე, სადაც როდესაც ხატავენ, მაგალითად იქ მთელი ამბები ხდება. ანუ შეიძლება დახატოს ეს, მერე უცებ მიხვდეს, რომ რაღაც განავითაროს ეს პროცესი და წაშალოს, წავშალოს, მერე ეს მოხდა და იმ ნახატშივე გადაჭრას თვითონ პრობლემა, ხო? ზოგჯერ შეიძლება ამ თავისუფალ ნახატში, მაგალითად ჩვენ ამოვიკითხოთ რაღაცა ისეთი თემა, რომელსაც ვფიქრობთ, რომ რაღაც ყურადღება არის მისაქცევი და მაგალითად დავალებები მივცეთ ისეთი ნახატები, რაც უფრო ხრმად ჩაგვახედებდა ამ თემაში და უფრო მეტად განმოვითარებდით და შესაბამისად გამოსავალსაც ვიპოვიდით. იმიტომ რომ როგორც უკვე ვთქვით, მათი ნახატები როგორც პრობლემაზე მიუთითებენ და იდენტიფიკაციის საშუალებას გვაძლევენ, ასევე მის გადაწყვეტას და ასევე სურვილებს. აი მაგალითად რომ ნახოთ, არის ესეთი ის რომ, როდესაც იმაში, რა ქვია, გერმანიაში აი ბანაკებში აუშვიცში და იმაში ბავშვებს ახატინებდნენ, იქ იყო ესეთი რამე, რომ ბავშვები ხატავდნენ აი რაღაც საოცარ მინდორველებს, ყვავილებს, რაღაცას, რაც რეალურად მათთან არ ხდებოდა, მაგრამ ეს იყო მათი სურვილი მომავალში. ასევეა მაგალითად შეიძლება მშობლები არ არიან ერთად და ვთქვათ განქორწინებულები არიან და ბავშვი მუდმივად ხატავდეს ერთად, ხო? ეს შეიძლება მის სურვილს მიუთითებდეს, ან შეიძლება მიუთითებდეს იმას, რომ ჯერ კიდევ ვერ მიიღო ეს პროცესი და გადამუშავების პროცესშია. მადლობა. რუსუდან ძალიან საინტერესოა მართლა თქვენი პროფესიაც, როგორ შეიძლება გასაღები, ესე ვთქვათ, აჯერ უბრალოდ პრობლემა მოიცვა, შემდეგ მოარგო ის გასაღები, რომელიც ბავშვს რაღაც სიმშვიდეს მოუტანს და ეს ყველაფერი თქვენ სახლში შეიძლება იმალებოდეს, თქვენსავე შვილების ნახატებში, რა პრობლემაზე შეიძლება სურდეს, ესე გვერდეს ირიბად, ასე ვთქვათ, საუბარი. მადლობა.